გამარჯობა მეგობრებო, იტალიის წინა ვიდეოდან უკვე ბევრი რამ დავათვალიერეთ, რითიც პრინცესა ანამ რომი გაიცნო. ამ ვიდეოშიც გთავაზობთ რომისა და ვატიკანის ქუჩებითა და ღირსშესანიშნაობებით ტკბობას და მათი ისტორიების მოსმენას. ტრასტევერე არის რომის მე-13 რეგიონი, სადაც ამბობენ, რომ ადგილობრივები რომის ტურისტებს გაურბიან. ეს ნამდვილად გასაგებია, რადგან რომს წელიწადში 10 მილიონი ადამიანი სტუმრობ. ტრასტევერე იცით როგორი ქუჩებით არის სავსე? ქვაფენილზე რომ მიდიხარ შენი ფერადი სანდლებით ზემოთ აიხედავ და ქვის ორი შენობის ფანჯრებს შორის თოქზე გაბმულტანი სამოს დაინახავ. კაფეებში იტალიურად მოსაუბრე ადგილობრივებს შენიშნავ, ხოლო გარემო კი რაღაცნაირი მშვიდი აურით იქნება სავსე. ისეთით რომ ტურისტებსაც ადგილობრივად გაგრძნობინებს თავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრასტევერე ღამის ცხოვრებით არ არის სავსე. რაც ჯერ არ მithქვამს, ეს რეგიონი მდინარე ტიბრის მეორე მხარეს არის და ბევრ არტიკლს შეხვდებით, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს უბანი რომის ყველაზე ავთენტური ნაწილია. აქ არის ასევე გადაღებული ვუდი ალენის ფილმი To Rome with Love. ეს არის ერთ-ერთი ცნობილი მოედანი სანტა-მარიას ეკლესიით. ეს შუა საუკუნეების ეკლესია ცნობილია თავისი საოცარი მოზაიკებით. მის წინ არსებული შადრევანი კი პოპულარული თავშეყრის ადგილია ზაფხულის საღამოებში გასაგრილებლად. ალბათ ამ რეგიონში ნახავთ საუკეთესო ტურისტულ სუვენირულ მაღაზიებს, რაც მე შემომჩნია საუკეთესო ფასებით და ნივთებით, რომლებსაც რომის ცენტრში არ შევხვედრივარ. იპოვით ყველაფერს, ყველა ფერში და აუცილებლად ნახავთ ნივთებს თქვენთვის მისაღებ ფასშიც. ახლა კი პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ. მგონი ისედაც ცნობილია იტალიელი მამაკაცები როგორ ავსებენ კომპლიმენტებით ყველა ქალბატონს, თუნდაც არანაირი დამატებითი მოტივი არ ჰქონდეთ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს უბრალოდ სურთ გაგაღიმონ, თვითონაც გაიღიმონ და მეტი დადებითი ემოცია გამოასხევენ თავიანთ ქვეყანაში. ერთ-ერთ ბართან ტრასტევერეში შემომჩნია ლამაზი სასმელი. შევედი ამ ბარში და ვიკითხე თუ შეეძლოთ იგივე კოქტეილი ტეკილით გაემზადებინათ. რა თქმა უნდა, მანამდე კი ტეკილის შოთი მომაწოდეს, ჩვენზე არისო. კარგი მეთქი და შემომჩნია, რომ მეორესაც ასხამდნენ, დედაჩემისთვის. არ სვამს მეთქი ბევრჯერ გავუმეორე, მაგრამ მაინც დაასხეს. დალევა ისევ მე მომიწია. ამასობაში მესამე ჭიქაც ჩამოასხეს. ამ ქალბატონმაც უნდა დალიოსო. დედაჩემი მართლა არ სვამდა. შესაბამისად, მესამე ჭიქის დალევაც მე მომიწია. ამასობაში კი საქართველოსაც ვისაუბრეთ. ქართველები განსაკუთრების ლამაზები ხართო. არ შეეშალა პარმენს კომენტარის გაკეთება. კვარაზე ჩვენს უმაგრეს გუნდზეც ვილაპარაკეთ და ასე გაღიმებულები და შემთხვევით სამშოთ ნასვამი მხოლოდ კოქტეილზე თანხის გამორთმევით გამოვედი ბარიდან და გზა რომის ცენტრისკენ გავაგრძელეთ. აი ეს მაღაზია ლიმონჩელოს ან ლიმონის პროდუქტის ნებისმიერი ნივთისთვის არის ულამაზესი და უკარგესი. აბა თუ გამოიცნობთ ამ ხელა რიგში რისთვის ჩავდეგით. ან იმას თუ გამოიცნობთ მართლა ასეთი განსაკუთრებული ადგილი იყო თუ უბრალოდ ტურისტების შესატყუებლად გაცნობილებული ადგილი. ახლა ვდგავართ საუკეთესო ტირამისუს რიგში. რიგიერა ხელა. და ვნახოთ როგორი იქნება. ოღონ მე ტირამისუ საქართველოში რაც გამისინჯია არ მიყვარს, მგონია რომ არ მიყვარს. ტირამისუ არც მე არ მიყვარს ესე რომ. არ შეერგება. და აი უშუალება რიგში ვდგავართ ტირამისუსი. და ვნახოთ იტალია თუ შეგვიყვარებს ტირამისუს. ახლა ავიდეთ ტირამისუს საუკეთესო ტირამისუს მაღაზიიდან, კი არა და კაფედან. მე ჯერ არ გამისინჯავს, მაგრამ შემდგომ ძალიან მოგწონს. მეგობრებო, იმდენად გადავირიეთ ამ ტირამისუზე, ბოლო დღეს 1 საათი მარტო იმაზე დავხარჯეთ, რომ აქ მოუბრუნებულიყავით და წასვლამდე კიდევ ერთხელ გვეჭამა ეს საოცრება. ტირამისუს კი აქამდე რომ არ ვჭამდი, ახლა კიდევ უფრო ვეღარ შევჭამი, იმიტომ რომ მგონია ამ ადგილის შემდეგ ვერაფერს გემოს ვეღარ ჩავატან. აი ესე საყოველოდ უყურებს მთელი სამეზობლო ფეხბურთის მატჩებს. საღამოს გადავწყვეტეთ ტრევი შადრევანთან გაკვევლო კიდევ ერთხელ. წინა ვიდეოდან ალბათ გახსოვთ, რომ იმდენად არ იყო დილის საათებში ხალხი, რომ ისე გადავიღეს სურათები, ხალხის არც ამოჭრა და არც გადაჭრა არ დამჭირვებია. ახლა კი ნემს ვეღარ ჩააგდებდი რამდენიმე მეტრის მანძილზე. ამიტომ აუცილებლად ტრევი შადრევნის წყნარად მოსანახულებლად მიდით რაც შეიძლება ადრე. შემდეგ დღეს დაგეგმილი გქონდა ვატიკანის მონახულება. ამასთან დაკავშირებით ყველაზე ღირებული რჩევა იქნება, რომ ბილეთები აიღოთ წინასწარ, თუნდაც თვეებით ადრე. თუმცა თუ ასე არ გამოგივიდათ, არც ეგ არ არის პრობლემა.
როგორც ყველაფერს სხვასთან დაკავშირებით, აქაც ადრე გაღვიძება დაგეხმარებათ. მუზეუმი დილის 8 საათზე იღება ხოლმე როგორც წესი და ბილეთიან ხალხსაც კი რიგში უწევს დგომა, თუ ბევრი ადამიანი მივიდა ერთად. თუ თქვენ 6 საათზე ჩადგებით რიგში, 8 საათზე, ანუ გახსნისას გარანტირებული გექნებათ შესვლა. თუ 7-ზე მიბრძანდებით, ბევრად მეტიც დამოგიწევთ, თუმცა მაინც შეხვალთ და ასე შემდეგ. ასევე თუ ადრე ვერ იღვიძებთ, შეგიძლიათ პირიქით გვიანი შუადღის საათებში მიხვიდეთ. დაკეტვამდე 1-2 საათით ადრე. და აქაც მარტივად სრულიად ურიგოთ შეხვალთ თუ გაგიმართლათ, რადგან ყველას ვისაც ვატიკანის მონახულება სურს, თელ დღე აქვს გამოყოფილი ამისთვის და დაკეტვამდე ბევრად ადრე მიდის ხოლმე იქ. ასევე გთხოვთ, ნუ მოტყუდებით, როცა ტურების პრომო ხალხი რიგში მოგძებნით და ჩუმად გეტყვით, რომ შესვლის შანსი არ გაქვთ და ის შეგიყვანთ ოღონ ბილეთის რაც 5 მაგ-ფას ან მეც მოგთხოვთ. რა თქმა უნდა, თუ გიღირთ, შეგიძლიათ გადაიხადოთ, მაგრამ რიგში დგომითაც შეხვალთ. გული მწყდებოდა, რომ ხედავდი ბილეთში, რომელშიც მე 25 ევრო გადავიხადე, სხვები 100 ევროს როგორ იხდიდნენ. ისე ონლაინ დაჯავშნისას ფასი 25 ევროა, ადგილზე შეძენისას კი 20 ევრო. ასევე არა მარტო აქ, არამედ ყველა მუზეუმზე გაფრინამდე შეემოწმეთ ხოლმე თქვენ სასურველ დღეს დაკეტილები ხომ არ არიან. ეს რამდენიმე რჩევა ვატიკანში მოხვედრასთან დაკავშირებით. ახლა კი შევედით მუზეუმში და ვათვალიერებთ საოცარ სიმდიდრეს. როგორც სხვა დიად მუზეუმებში, აქაც გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ აუცილებლად დაიღლებით. სიერულით არა, უბრალოდ ემოციები. იმდენად ძვირფას ნამუშევრებს უყურებთ, რომ აქა-იქ მიმოფანტული პიკასოს, მატის და დალის ყურადღებას ვეღარ აქცევთ. ჩვენ დიქტოფონები ავიღეთ და ნამდვილად გამოგვადგა. თუმცა რა ნამუშევარიც დაგაინტერესებთ, რომელ ოთახშიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად შენიშნავთ რამდენიმე გიდს, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ. მე გიდის აყვანა არ მიყვარს, რადგან ჩემს დროზე მიყვარს სიარული. ამიტომ დიქტოფონი მირჩევნია, თუმცა მიყურებაც მიყვარს ხოლმე თუ რამე უცებ გაგონილმა დამაინტერესა. ახლა კი უშუალოდ ვატიკანში არსებულ სიმდიდრეზე. პატარა სპოილერი, სიქსტეს კაპელაზე მეტად რაფაელის ნამუშევრებმა დამაინტერესა. თუმცა გაოგნებით, ალბათ მაინც სიქსტეს კაპელამ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ატმოსფეროს დახმარებითაც. რადგან აქ ხომ პაპი ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას მართავს. სწორედ აქ იმართება შეხვედრა, სადაც ახალ პაპს ირჩევენ. შემდეგ კი დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველმა იცის რა ხდება. ევროტურისგან მაინც. ბუხრიდან კვამს უშვებენ. თეთრი ნიშნავს, რომ ახალი პაპი შეირჩა, შავი ნიშნავს, რომ არც ერთ კანდიდატურას არ მიუღია საჭირო ხმები. ორივე შემთხვევაში საარჩევნო ფურცლებს წვავენ კვამლის მისაღებად. პირველი კონკლავი კი ჩატარდა 1492 წელს. შემდეგ გავემართეთ წმინდა პეტრეს ტაძრისკენ, რომლის მშენებლობაც 1626 წელს დასრულდა. იგი მსოფლიოში უდიდესი ეკლესიაა შიდა სივრცის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიაზრება მთავარ კათოლიკურ ეკლესიად, მას მაინც უნიკალური ადგილი უჭირავს ქრისტიანულ სამყაროში. ითვლება, რომ აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული, იესოს 12 მოციქულთაგანი და რომის პირველი ეპისკოპოსი. ამიტომაც მრავალი პაპი პირველის ჩათვლით ამ ადგილას იმარხება. შეგიძლიათ ნამარხებს ესტუმროთ კიდევაც, იპოვოთ კიბე, ჩაუყვეთ და თლად ვიდეოში არ დაგათვალიერებინებთ, მაგრამ მოხვედრა ძალიან მარტივია. ისე სანამ ეკლესიაში შევიდოდით, იქვე ლანჩი მივირთვით, თორემ ვატიკანის მუზეუმ შემოვლილებს ძალიან მოგშვიებოდა. აქვე ვუყურებდით, როგორ მზადდებოდა პასტა. შემდეგ კი წმინდა პეტრეს ტაძრისკენ დავუბრუნდით და რიგის სათავეს ვეძებდით. ამხელა რიგი მართლა არასდროს მინახავს, არსად, თუმცა ძალიან სწრაფად გადიოდა. რიგის სიგრძესთან შედარებით. ალბათ იცით, რომ ეს ტაძარი ცნობილია ასევე მიქელანჯელოს პიეტათი, რომელიც ჩვენი ყოფნის დროს ტაძრის იმ ნაწილში მდებარეობდა, რომელსაც რესტავრაცია utardebოდა. თუმცა აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ ამ მიზეზით, რომ როდესაც პიეტა არ იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ფრანჩესკო მერკატალი 1953 წელს შექმნა რეპლიკა, რომელიც ტაძრის შესასვლელში დგას ხოლმე ასეთი შემთხვევებისთვის. პიეტა ძველ რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის გამოსახულებაა. ქრისტიანულ ხელოვნებაში იგი განასახიერებს მარიამ ღვთისმშობლის მიერ იესოს დატირებას. ვატიკანის შემდეგ კი გავემართოთ ისევ მზიანი და ხალისიანი ქუჩებისკენ. ეს სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრეა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ადრიანეს მავზოლეუმი. წესით ეს ადგილი პრინცესა ანას მოგზაურობიდანაც უნდა გეცნოთ. ეს შენობა ყოფილა ციხეც, პაპის რეზიდენციაც, ახლა მუზეუმიც. ამბობენ, რომ შიგნით ბევრი საიდუმლო გასაქცევი გზა არის, რომლებიც მოჩვენებებითაა სავსე. შემდეგ იტალიურ ქუჩებს გავუყევით, კვლავ ესპანური საფეხურებისკენ.
ალბათ სწორად ეს ადგილია ყველაზე ცნობილი ფილმიდან რომაული არდადეგები. სხვათა შორის ამ ადგილზეც ხარე კამათი მიდიოდა, თუ როგორ გაელამაზებინათ ეს ციცაბო, რომელიც ტრინიტა დე მონტის ეკლესიისკენ მიდის. ჯერ კიდევ 1580-იან წლებში პაპი დაინტერესებული იყო აქ კიბის აგებით. კიბა მე-18 საუკუნეში მოეწყო და 135 საფეხურისგან შედგება. ეს ჩემი ევნიდან მოჩანს სამეზობლოში როგორ გულშემატკივრობენ ფეხბურთს. გახსოვთ რომ გითხარით გასწავლით როგორ მოხდეთ სიმართლის პირთან ურიგოთ მეთქი. ხო და ისევ დილით ადრე გაიღვიძეთ და სანამ ეკლესია გაიხსნება, მანამდე მიდით ამ ადგილას. მგონი 15 წუთით ადრე დაიწყო ხალხმა მოსვლა. თუმცა მე ბევრად ადრე მივედი, ამიტომ იქვე კაფეში დავსხედით და უგემრიელესი საუზმე მივირთვით. შემდეგ კი მიუბრუნდით და სანტა მარიას ბაზილიკის გახსნას დაველოდეთ, რადგან სწორედ მის მარცხენა კედელზე აყუდებული ეს სავარაუდოდ წყალშემკრები მასკა. ლეგენდა კი გეცოდინებათ, ნებისმიერი მატყუარა, ვინც ამ უცნაური სახის პირში ხელს მოათავსებს, ამ ხელს დაკარგავს. პოპულარობა კი ისევ და ისევ ფილმიდან რომაული არდადეგები წამოვიდა. შემდეგ კი შუაგულ რომში ბინდის ემოციებში ჩავიძირა. როგორც ვიდეოს დასაწყისში გითხარით, საუკეთესო ტირამისუს მივაგენით და მის გარეშე რომის დატოვებას არ ვაპირებდით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ საათის დაშორებით იყო, მაინც წავედით და ჩავიტკბავრუნეთ პირი. შემდეგ კოლიზეუმთან დავბრუნდით, შემოვუარეთ, ახლოდან შევხედეთ, პარკში დავსხედით, შორიდან დავაკვირდით, მოვისიყვარულეთ ბოლო წუთები რომში და აეროპორტისკენ გავუყევით გზას. და ბოლოს, ლიმონჩელოები დუტი ფრიში ვიყიდე, იმიტომ რომ რომში დამავიწყდა. აი თურმე რატომ არსებობს დუტი ფრი? გემშვიდობებით მეგობრებო, იმედია მოგეწონათ რომსა და ვატიკანში მოგზაურობის მეორე ნაწილი, უფრო ისტორიულ გიდური ვიდეოსთვის და უფრო ცნობილი ადგილების სანახავად კი აი ამ ვიდეოს უყურეთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ და გახსოვდეთ, რომ ოცნებები აუცილებლად ხდება.